მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას. მე მარიამ ჭედლიჯი, ჟურნალისტი გახლავართ და 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნები შევეცდები გაგაცნოთ ის თემები, რომლებზეც უფრო დაწვრილებით, რომლებზეც დღეს ჩვენ გვექნება საუბარი და გეტყვით, რომ ჩვენი საუბრის თემა იქნება და გავამახვილებთ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. კონკრეტულად მეხანძრე მაშველთა მოსაგვარებელ საკითხებზე ვისაუბრებთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან, მე კი აუცილებლად შეგახსენებთ 298 გამოდით პირდაპირ ეთერში, გამოხატეთ და აფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება. რა თქმა უნდა, ველი თქვენს არებს ასევე Skype-ის ჩართულობას მისამართზე ობიექტივი და აქვე შეგახსენებთ, რომ გაქვთ საშუალება ობიექტივი.net ეს ნუმრო ჩვენს ვებგვერდს და პირდაპირ რეჟიმში გვიყუროთ პარალელურ რეჟიმში პირდაპირ ეთერში. ასე რომ დარჩით ჩვენთან. მე შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები დღეს გახლავთ გიორგი დიასამიძე, მეხანძრე მაშველთა პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე ორგანიზაციის მოადგილეები ლევან როსტომაშვილი და გრიგოლ სხილაძე. მოგესალმებით ბატონებო, მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმრები ბრძანდებით და მით უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია დღევანდელ რეალობაში და ძალიან ბევრი საკითხები არის კვლავ გადასაჭრელი. მით უმეტეს, როდესაც ეს საკითხები ეხება იმ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. და მეტად აქტუალურია. ჩვენს მსმენელებს მე კიდევ ერთხელ შევახსენებთ 298 გამოდით პირდაპირ ეთერში და გამოხატეთ და აფიქსირეთ თქვენი მოსაზრება, თქვენ თუ გაქვთ იგივე პრობლემები, აუცილებლად თქვენ მოსაზრებებსაც ველით და თუ გაგჩენიათ, რა თქმა უნდა, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ყურადღება გამომახვილებთ, რა თქმა უნდა, გექნებათ ამასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნილი და ველით თქვენ ზარებთ თქვენ გამოხმაურებას, ასე რომ გელით თქვენ თითოეული თქვენგანის მოსაზრებას. და პირველი შეკითხვით უნდა გადმოვიდეთ თქვენთან ბატონო გიორგი. საინტერესოა მეხანძრე მაშველის საქმიანობით დავიწყოთ. დღის რეჟიმი როგორ გაქვთ გაწერილი? როგორ იწყებთ დღეს და როგორ ასრულებთ დღეს, ასე ვთქვათ? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებელს. მადლობას გადავუხდი სტუდია ობიექტივს მოწვევისთვის. რაც შეეხება მეხანძრე მაშველის საქმიანობას, მოგახსენოთ, რომ მეტად რთულია, საპასუხისმგებლოა. მეხანძრე მაშველთა სრული უმრავლესობა მზად არის თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინოს სხვის სიცოცხლე. მეხანძრე მაშველის საქმიანობა იწყება დილის 10:30-დან მეორე დილის 10:30-მდე. ეს არის 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ძირითადად არის მეტად დატვირთული. ანუ 24 საათის განმავლობაში ხართ თითოეული თქვენგანი დატვირთული და ეს გაწერილი არის თითოეულ თქვენგანზე, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. დატვირთულია, განსაკუთრებით არ აქვს მნიშვნელობა ეს მეხანძრე იქნება თუ მაშველი იქნება, ხშირია შეიძლება დღეში მაშველთათვის დღეში შეიძლება იყოს 25 გამოძახება, 20 გამოძახება. დატვირთული მუშაობის გრაფიკია. საინტერესოა, როგორც ჭორები ვრცელდება, ისეთი სამუშაოს დავალებაც ხდება თქვენზე, რომ რაც თქვენს მოვალეობებში არ შედის. რა იგულისხმება კონკრეტულად, რომ დავაკონკრეტოთ? ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც საუბრობენ ჩვენი თანამშრომლები ამ თემებზე, ნამდვილად ხდება, როგორც ისინი ამობენ და ერთი და ორი ადამიანი არ ამობს ამას. მე ვფიქრობ, ამ თემას ჩვენ განვავრცობთ შემდეგშიც. ხდება ნამდვილად არის ასეთი თემები და ნამდვილად ისეთი თემები, რაც მეხანძრე მაშველთა მოვალეობებში არ შედის. ძალიან საინტერესოა, ბატონ ლევან. მოდით უფრო დავაკონკრეტოთ ის საქმიანობა, რომელიც არ გევალებათ და თქვენ გავალებენ. არის მაგალითად სამსახურში არის, რომ არის თქვათ მანქანა მიდის, სადღაც სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიც არ ექვემდებარება კონკრეტულად სამაშველო საქმიანობას. სხვა სამუშაოები არის კიდევ ისეთები, რომელიც გამოდის, თქვათ, არ შედის მაშველთა უფლებებში, მაგრამ არის იგივე თუნდაც არის მაგალითად მოქალაქეს კარი ჩაეკეტა. ახლა ეგ საგანგებო მდგომარეობა, არაფერი არ არის. ან სასწრაფოს ვეხმარებით, როცა ავატყოფია ჩამოსაყვანი ლიფტშია, მიუხედავად იმისა, მოქალაქე გაჭედილი და არის ლიფტი ორი ემსახურება იმას. ასეთ თემებზე ჩვენ არასდროს მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, რომ არასდროს უარს არ ვიტყვით გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეზე. უარს არასდროს არ განვაცხადებთ, ანუ დავეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ. არ არის პრობლემები. ამისგან განსხვავებით კიდე არის სხვა თემები. იქ შეიძლება იყოს იმაზე ყურადღება განმახვილებული, რომ თქვენ ასე მოსახლეობას ან ვიღაცას ეგონოს, რომ ამათ ამის გაკეთება არ უნდათ. ეს გამორიცხულია პრობლემა
არ არის აუცილებლად აი სასწრაფოს ავადმყოფი იქნება ჩამოსაყვანი მე-16 სართულია ის არის როცა ადამიანს უჭირს არასდროს არ დაუხევია მაშველებს მეხანძრეებს და არც დაიხევენ უკან მით უმეტეს საქმიანობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება მაშველთა მეხანძრეების საქმიანობაზე აი ისეთი დღეები ყოფილა ადამიანი თვითონ აი ფიზიკურად 24 საათის განმავლობაში იწყება მუშაობა მეთაურს რომელიც არის ჯგუფის მეთაური აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა თქვენ წარმოვიდგინეთ ადამიანის სიცოცხლე გაბარია მე ნანახიმა პირადად ჩვეულებრივ მეხანძრე როგორც მუშაობს ისე მაშველი მუშაობს ხანძარზე ოდნავ განსხვავებული თემები აქვს იქ სამუშაოდ აი თქვენ წარმოვიდგინეთ აი საზოგადოებაზე მინდა გავაკეთო მეტი ის რომ აქცენტი რომ გაიგოს უფრო ადრე იყო რაღაც აზრია შეიძლება არა აქვს ვიღაცას შექმნილი რა არის საერთოდ ხანძარი და სამაშველო საქმიანობა ადამიანი წარმოვიდგინეთ თქვენ ალმოდებულ სახურავზე, კარგად სახურავის ქვეშ რა თქმა უნდა ხის მასალა არის და ძალიან ძლიერი წვადია, ის და ადამიანები თავის სიცოცხლეს რისკავენ ჯანმრთელობას ყველაფერს ზედ ამ ალმოდებულ სახურავზე ადიან და ცდილობენ რომ ეს ადამიანები და მათი მატერიალური ქონება გადაარჩინონ. რისკავენ თავის სიცოცხლეს და აყენებენ ყოველგვარ ჯანმრთელობას. აი მე პირადად ყველაზე დიდი გაკვირვება მინდა გამოხატო რომ ადამიანები 20 წელია 25 წელია მუშაობს ამ სამსახურში და უპენსიოდ და იმით მიდიან რა ვერ იღებენ პენსიას და ჩებიან უხელფასოდ და აი ძალიან ცუდია რა აი მე მუშაობ დაახლოებით 4 წელია ამ სამსახურში და არ ვიცი ყველაზე დიდი უსამართლობა მიმაჩნია საერთოდ ამ ადამიანებზე რა ეს მეორე მხარეა კიდე ეს სამუშაო რა აი სამაშველო საქმიანობა ეხლა გაყოფილი ვარ ცალ-ცალკე რა და მაშველების საქმე რაც არის აი 24 საათის განმავლობაში ეს ნათქვამია რა 12 საათის განმავლობაში თქვა დაიწყო რაღაც გამოძახებები და ბევრი ქონდა თქვა 10-15 გამოძახებები ფიზიკურად რა თქმა უნდა დაიღლები არის იქ რა სამუშაოს ჩატარება მოგიწევს და მოხვალ ნაწილში დაღამდა დასასვენებლად უბრალოდ უნდა დაისვენო ხო საჭიროა იმიტომ რომ 12 საათის განმავლობაში ადამიანი ფიზიკურად მუშაობს იმას უკვე ყველანაირი ენერგიის რესურსი ამოწურული აქვს შეიძლება შემოვიდეს ისეთი შეტყობინება ან ხანძარი ან თუნდაც სტიქიური უბედურება დაიწყოს შენ მოქმედებას მოითხოვს ძალიან საპასუხისმგებლოდ ძალიან და მობილიზებას ეს არის ყველაფერი და საინტერესო როდესაც ასეთი გამოძახებები ხდება როგორც თქვენ ამბობთ მძიმე გამოძახებები რა სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა გაქვთ და არის თუ არა დაკმაყოფილებული ის პირობებია ასე ვთქვათ რომელიც საჭიროა რომ არსებობდეს რეალურად თქვენს ასე ვთქვათ საწყობებში საინტერესოა ბატონო გიორგი. სახანძრო სამაშველო აღჭურვილობას რაც შეეხება გარედან კარგად ჩანს, ყველაფერი კარგად ჩანს, ლამაზი მანქანები დადიან. დიახ. შვენიერი, მაგრამ არის პრობლემები შიგნიდან, ვინც ჩაიხედება, ნამდვილად არის პრობლემა. როდესაც ჩვენ სააგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ თეიმურაზ გიორგაძესთან ვიმყოფებოდით, საუბრობდით პირველად როდესაც ავედით, ელემენტარული მოთხოვნები ჰქონდა, ელემენტარული რაც შეეხება ფორმას ფორმებს გამჭვირვალეობას სამსახურებრივი ბიუჯეტის და ეს ფორმა შეეხება ალბათ სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა დავიწყებ ფორმით რა არის ბევრი მეხანძრო მაშველი რომელსაც 3-4 წელია ფეხზე ჩექმა არ შეძლო რომელთაც ფეხზე ჩექმა არ მიუციათ რაც შეეხება ფორმებს როცა ჩვენ კიდევ ურთიერთობა ჰქონდა ბატონ თეიმურაზ გიორგაძესთან ურთიერთობა ყოველთვის გვექნება ალბათ ამის იმედი მაქვს როდესაც ჰქონდა ურთიერთობა მისმა მოადგილემ აღნიშნა რომ 25-ში უნდა ჩატარებულიყო ტენდერი. დიახ. ფორმებთან დაკავშირებით 25 თებერვალს. თებერვალიც გავიდა, მარტიც გავა ალბათ. თუმცა მხოლოდ ფორმებზე აქვს საუბარი. ის აღჭურვილობა რომელიც აუცილებელია. თქვათ თუნდაც ხანძრის ჩასაქრობად, ტექნიკა რომელიც თანამედროვეა, რომელიც თქვათ სოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. არის თუ არა ეს ყველაფერი მობილიზებული თქვენ საწყობებში? თუ არ არის? სანახევროდ არის მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებული ის ყველაფერი, რაც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. კი ბატონო, მინდა თქვა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნამდვილად რაღაც ეტაპზე ნამდვილად გაუმჯობესდა. როგორც თვითონ აღნიშნავენ მეხანძრო მაშველები, მე პირადად 5 წელია ვმუშაობ. და ვისაც უმუშავია 15-20 წელი, ამბობენ რომ ნამდვილად გაუმჯობესდა ის ტექნიკა, აღჭურვილობა. თუმცა რომ შევადაროთ სოფლიო სტანდარტებს. რაც შეეხება რომ შევადარო. ასე ავიღოთ ეს საკითხი. სოფლიო სტანდარტებს ნამდვილად ვერ შევადარებთ. იმიტომ ვერ შევადარებთ, რომ თუნდაც ეგრეთ წოდებული აბიასკა. რამდენი ხანია გეტყვით ახლა დაახლოებით 3-4 წელი კარაბინები, რვიანები, თოკი
აცხადებენ რომ თოკი ყოველთვის ისინჯება და ეს ტექნიკა მე გეტყვით რომ არ ისინჯება 3-4 წელი არის არც შეცვლილა არც ისინჯება და სამწუხაროდ გამოდის რომ საზოგადოების იმ ადამიანების სიცოცხლე არის კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ თქვათ როდესაც ხანძრიდან გამოყავს ადამიანი თოკით შეიძლება გაწყდეს თოკი და სამწუხაროდ ადამიანი ხანძრიდან კი ბატონო ხანძრიდან საშუალო მდგომარეობაში კი ბატონო მოგახსენეთ ხანძრიდან ადამიანის გამოყვანისას თოკი ნაკლებად გჭირდება არა მე ვგულისხმობ შესაძლოა თქვათ სამაშველო გასაგებია კი პასუხობთ ეხლავე შეიძლება არის ყველაფერი შემთხვევაზეა შეიძლება ეს მოხდეს იმიტომ რომ ნამდვილად არ მოწმდება ეს ამას ვამოწმებთ ჩვენ ინდივიდუალურად მეხანძრე მასშტაბით ყოველ მიღება გადაბარებაზე ჩვენ თვითონ ვამოწმებთ ჩვენ რის საშუალებაც გვაქვს ისე ვამოწმებთ ასევე პრობლემა არის საუბრობენ მხოლოდ გამოდის ეს ყოველივე თქვენ სინდისზეა ესე გამოდის ნამდვილად ამასთან ერთად საუბრობენ მეხანძრეები სახელურებზე რომლის მეშვეობითაც ხდება ხანძრის ქრობა ამობენ რომ არ არის საკმარისი სახელურები ამობენ რომ ძველია დაზიანებულია და სახელური უნდა იყოს 20 მეტრი დაახლოებით და უმეტეს შემთხვევაში ეს არ აღწევს 20 მეტრს სახელურები დაზიანების გამო შემოკლებულია გადაჭრილია გაკეთებულია და ასე შემდეგ არის უამრავი პრობლემაა სხვადასხვა სახის პრობლემები არის ნამდვილად არის გასაგებია პირველი ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ Salmები შემოკარგო დიდი მადლობა თქვენ რომ მეხანძრეები მოიწვიეთ. მე სასტუმრო ხიბლიდან გაწუხებ და ძალიან დიდი მადლობა ღრმა პატივისცემა მინდა ყველას გამოუხატო რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ 25-ში იყო ხანძარი სასტუმრო ხიბლში შემოკარგებო. ესენი რა დღეში არიან უგულავამ და საერთოდ 9 წელიწადი ჯალათები რომ მართავდნენ საქართველოს და ჯერ კიდევ 80% ადგილებზე არიან გადაკეტილი გვაქვს აი ხანძრის დროს გასასვლელი ორ სადარბაზოიანია ეს სასტუმრო და ესე იგი მეორე სადარბაზოში ვერ გახვალ იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილას გაყიდეს ეს სასტუმრო ყველაფრის უფლება მისცეს მათ იმიტომ რომ მე აქ 19 წელიწადია 20 წელიწადია უკვე ცხოვრობ სახელმწიფომ შემოგვასახლა ჩვენ კომპაქტურად დასახლებულები ხიბლში და რა დღეში იყვნენ მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი ასეთი კარგი ახალგაზრდები რო არ ყოფილიყვნენ იმიტომ რომ ორი არ წამოვიდა თურმე იქ ისეთი ცეცხლია და ვერ გამოვიყვანთო და ორი ახალგაზრდა კიდე ნიღბები წამოვიდნენ და მე საერთოდ სუნთქვა და ყველაფერი შეკრული მქონდა დედიკო დიდი მადლობა მე მგონია ახალი მთავრობა ყველა მაღლივ კორპუსებს მიაქცევს ყურადღებას და ის რაც ამათ დაარღვიეს და ყველაფერში ფულს იღებდნენ იმას ისევ დააბრუნებს როგორც პროექტში იყო გაკეთებული ეს ყველაფერი დიდი მადლობა რომ მომისმინეთ დიდი მადლობა თქვენ რომ მიაქტიურეთ დაბრუნდა რომ მარტო ამისთვისაა გიგი უგულავა საერთოდ ციხიდან არ გამოსაშვების სამუდამოდ ასე მარტო ჩვენთან კი არ არის ასეთი რამე ძალიან ბევრ ადგილას არის გასაგებია ქალბატონო ვიმედოვნებთ რომ ყველაფერი გამოსწორდება და სათანადო დავიჭირდება და იმ ტექნიკით სახანძრო სამაშველო სამსახური რომელიც დაგეხმარებათ უფრო მეტად და თქვენ სიცოცხლეს არ შეუქმნით არანაირ საფრთხეს რაც მთავარია და ვიმედოვნებთ რომ ახალი ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ ყოველივეს რა თქმა უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები ახლა კი ჩვენი პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ რომლებსაც გვაცნობენ ბატონები და აქვე ბატონო გრიგოლ, თქვენთან მექნება შეკითხვა. სახანძრო სამაშველო აღჭურვილებაზე ვსაუბრობდით დღეს, სწორედ ახლა რამდენიმე წუთის წინ. და ბატონო გიორგიმ აღნიშნა, რომ თუნდაც ის ტექნიკა, რომელიც მე ზუსტად არ ვიცი სახელწოდებები, არის დაზიანებული, გაფუჭებული და ძველ ტექნიკას იყენებთ ისევ ვთქვათ გასვლებზე და სამაშველო პროცესების დროს. საინტერესოა სოციალური პირობები როგორ არის სოციალურ პირობებზე რომ ვისაუბროთ გაქვთ თუ არა იმის შესაძლებლობა რომ თქვათ სამსახურში გამოიკვებოთ სათანადოდ იყოთ ფორმაში დღის განმავლობაში მოდით ამ თემაზე ვისაუბროთ და უფრო დაუწვრილმანდეთ და უფრო გავშალოთ თემა მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში და თანმიმდევრულად მივყვეთ ამ თემას და გესაუბრებით იმ პრობლემებზე, რაც მეხანძრე მაშველებს გააჩნიათ დღის განმავლობაში 24 საათიანი მუშაობის გრაფიკში, რაც ჩვენ გაგვაჩნია პრობლემები რა.
რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს, ჩვენი ხელფასი შარშან იყო 420 ლარი, 420 ლარი იყო ჩვენი ანაზღაურება. ეს 420 ლარი დამერწმუნეთ, რომ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც დღესდღეობით არის მოთხოვნილება დღევანდელ პირობებში, ადამიანს რაც ჭირდება მინიმუმი, თავის შესანახად და ოჯახის შესანახად, არ იყო დაზღვევები. მაგალითად 2012 წელს არ ქონდა ჩვენ დაზღვევები, იყო რაღაც ვინც იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ქალაქში ჩაწერილი, თბილისში ჩაწერილი ვინც იყო მეხანძრე მაშველები, მაგათ ქონდა დაზღვევები, მაგრამ ძალიან გაურკვეველი დაზღვევები ქონდათ იმათაც ალბათ, არ იყო ის შესაბამისი დაზღვევა, რომელიც უნდა ქონდეს მეხანძრე მაშველს და მით უმეტეს ვინც რაიონებში იყო ჩაწერილი ხომ, იმათ საერთოდ არ ქონდათ ეს დაზღვევები და მაინტერესებს რატომ შეიძლებოდა ესე ყოფილიყო, რომ ადამიანი რომელიც 24 საათი არის იმ სადარაჯოზეა და ნამდვილად ებძვის იმ ზღვარზეა რა იმ სიკვდილის და ზღვარზეა და განსაკუთრებით საშიშ და მავნე ნივთიერებებთან უწევს მუშაობა ის ადამიანები როგორ არ უნდა ყოფილიყვნენ დაზღვეული და მერიას რატომ არ უნდა ქონოდა იმის განცდა რომ თუმცა ეს ნამდვილად გასაკვირია ეს ნამდვილად გასაკვირია და ეს არის სწორედაც ის პრობლემები ამ პრობლემებმა მოგვიყვანა დღეს ჩვენ ამ დონემდე შეგვაქმნებია პროფკავშირული ორგანიზაცია და დაგვაწყებია სამართლებრივი ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენ სამსახურში. ეხლა ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება კვებას, არანაირი კვება არის ხოლმე ესეთი გამოძახებები, თქვა 24 საათის განმავლობაში შეიძლება ესე აეწყოს ეს გამოძახებები, რომ ნაწილშიდაც ვერ შედის ადამიანი მეხანძრე მაშველი და ვერ ასწრებს კვებას. რეალურად გამოდის რომ შესაძლოა ზეგანაკვეთური შრომაც კი იყოს. კი ბატონო, ზეგანაკვეთური შრომაც გვიწევს. ბევრ შემთხვევაში არის ზეგანაკვეთური შრომაც უმრავლეს შემთხვევაში ამას დაუმატებთ იმას კიდევ რომ გაუთვალისწინებელი გამოძახებები სამსახურში ხდება ხოლმე ესეც რომ რადგანაც ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი ხელშეკრულებებს გვიდებს სააგენტო რომელიც მიდოდა გამომხილებინა ყურადღება ყველა სამსახურში როდესაც 5 წელზე მეტი სტაჟი აქვს ადამიანს იქ მუშაობის კონკრეტულ სამსახურს გულისხმობ რა თქმა უნდა შემდეგ უკვე იდება უვადო ხელშეკრულება, მაგრამ თქვენთან არის ყველაფერი სხვანაირად. დებენ მერია დებს ხელშეკრულებას თქვენთან მხოლოდ 6 თვიანს. რატომ ხდება ასე? სააგენტოს ხელმძღვანელი. კონკრეტულად ეს მერიის დავალებით ხდება. მოდით ესეც აღნიშნოთ. რა თქმა უნდა, მერიის დავალებით ხდება. ეს არის ყოველად უკანონო იმით, რომ ჩვენ სპეციფიკური სამსახური გვაქვს და ჩვენთან არ არის ისე რომ მაგალითად რაც უფრო მეტი სტაჟი გაქვს ადამიანს და ემატება უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი პრაქტიკა ემატება ადამიანს და უფრო მეტი პროფესიონალიზმით პროფესიონალიზმს იძენს გარკვეული წლების შემდეგ და არ უნდა იყოს ეს მოკლევადიანი კონტრაქტები პირიქით აფერხებს ჩემის აზრით აფერხებს და ჩვენის აზრით სააგენტოს ნორმალურ განვითარებას და მუშაობას რა ადამიანი როცა იმის პირში ხარ სულ რომ მაგალითად 6 თვიანი კონტრაქტი შესაძლოა სამსახური დაკარგო შესაბამისად შეზღუდული ხარ და ფიქრობ იმის პირში ხარ არა იმის პირში რომ უფრო განვითარდე წინ წახვიდე და შეიძინო რაღაც ახალი ცოდნა და განვითარდე სააგენტოს განვითარებისთვის იზრუნო დაუშვათ ის საზრუნავი გაქვს რომ შენს უკან ოჯახი დგას და დაუშვათ 6 თვის შემდეგ ვიღაცის გამო დაუშვათ ეს ხელშეკრულება შეგიწყდება და დარჩები ჩვენი მსმენელი არ ვალოდინოთ პირდაპირ ეთერში შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი მოგესალმებით გამარჯობათ მივესალმებით თქვენს სტუმარს უსურვებ ჯანმრთელობაზე და ბედნიერებას ყველა სახელმწიფოში ყველაზე დიდი ხელფასი მეხანძრებს აქვს შემოკარგო და დაზღვეულები არიან სულ ყველა სიკვდილამდე ოჯახია დაზღვეული და უზრუნველყოფილი ღმერთმაიფაროს თუ რაღაცა მოხდება. ითვლებიან ეროვნულ გმირებად. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ზარისთვის მართლაც არაჩვეულებრივად დაასრულეთ თქვენ ბოლო ფრაზა გმირები უნდა გიწოდოთ საზოგადოებამ, იმიტომ რომ თქვენ სიცოცხლეს სასწორზე დებთ. და ნამდვილად რთულია ეს საკითხი. მინდა კიდე გავაკეთო ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მეც რა მინდა გკითხოთ თვითონ თქვენთაგანს დღეს სტუდიაში საამნი ბრძანდებით როგორც ბატონმა გრიგოლმა აღნიშნა სოციალურ პირობებთან დაკავშირებით მოდით ეს თემაც კვლავ დავტოვოთ ჩვენი საუბრის თემად საინტერესოა ხელფასი დაზღვევა პრემიების სისტემაზე განაკვეთური შრომა კვება და ტრანსპორტი მოკლევადიანი ხელშეკრულებები კრედიტების თემა თქვენი თვალით დანახული რეალურად დღეს არსებული მეხანძრე მაშველის საქმიანობაში სოციალური პირობები მოდით თქვენგან დავიწყოთ
ბატონო ლევან და შემდეგ უკვე ბატონ გიორგისთან გადავალ ამ რა თქმა შეკითხვით. უნდა, მე პირველ რიგში სამსახურში, აი, ჩემო კოლეგამ აღნიშნა წევან, რომ იყო 420 ლარი შაშან ჯერ კიდევ ხელფასი და 420 ლარი როცა იყო ხელფასი, მაშინ არ გქონდა დაზღვევა. ახლაც ტრანსპორტში ჩვენ ვიხდით ფულს და ზოგი ადამიანი დადის რაიონიდან, წარმოიდგინეთ, რაიონიდან 4 შვილი ყავს იმ ადამიანს და 420 ლარი როცა აქვს ხელფასი. ტრანსპორტში უნდა იხადოს სამსახურში, კვებაში და ღმერთმა დაიფაროს. ყველანი ჩვენდაგანი რა და რამე მოსვლოთ. წარმოიდგინეთ, ჯანმრთელობაზე პრობლემა შექმნოდათ რა, რამხელა თანხა უნდა გადაეხადათ რა. ან რა იძულებული იყვნენ უბრალოდ უმეტეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღიურად საშიშროების ქვეშ ხარ, შეიძლება ისეთი სახიფათო საქმიანობა, შეიძლება ყოველდღიურად რაღაც ისეთი მოიწიოს ადამიანმა, რაც გამოუსწრებელი. ყველაზე მეტი შანსია, რომ მაშვილი მეხანძრე დაზიანდეს ჯანმრთელობის მხრივ, რა სიცოცხლეზე რა თქმა უნდა არა საუბარი. მე ამდენი ამხელა ხარჯები აქვს, აი მეხანძრე მაშველს, ხო, რაიონიდან მოდის, ჯვარისწერია მართლა და რამე არ დაემართოს. და რამხელა და ყველა იძულებული გახდა შესულიყო ბანკში წასულიყო და კრედიტი გამოეტანა. ახლა 420 ლარს თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დააკლდეს 100 ლარი თქვა შესატანეთ თვეში, პლუს კვების, იმ კვების ჯვარი წერია და იქ თუ მოხდი მართლა საავადმყოფოში, რათი როგორ უნდა გადაიხადონ, არ ვიცი იმ ხალხმა. თუმცა საინტერესოა, ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევა და დამდგარა თუ არა რომელიმე თქვენთაგანი ან თქვენთაგანი მეხანძრე სწორედ იმ პრობლემის წინაშე, რასაც თქვენ საუბრაზეც თქვენ რა თქმა უნდა, ყველას თითქმის ყველას აქვს, აი ბანკიდან გამოტანილი და აი ხა მე ვიცი პირადად რომ ბევრ ჯანმრთელობას თვითონ იხდიდნენ მე ფულს რაღაც პრობლემებზე და ამით შეება ძალიან ცოტა, ან აი უბრალოდ ვერ ხვდები რომ აი ამ ადამიანებს როგორ შეუძლიათ და ინახავენ თავს ამ რესურსებით. ყველაფერი ამის გათვალისწინეთ ესეთი დაბალი ხელფასი. აი ყველა ჩვენ ტელევიზორში ახლა მე პირადად არ მინახია რომ სადმე გადაცემა და ყოველთვის ევროპისკენ მივიჩქარით და евро ისა გვაქვს დასავლური ორიენტაცია აღებული გვაქვს და აქ სინამდვილეში აქ ყავს მაშველი მეხანძრე რომელიც ყველა ქვეყნებში წეგან ჩვენ მოსვენალა სწორად აღნიშნა დაფასებულია რაღაც ძალიან დიდ დონეზეა დაფასებული და წარმოიდგინეთ აქვს 420 ლარი ხელფასი დაზღვევა არა აქვს და ესეთ მდგომარეობაშია და პლუს მაგას 40 როცა კვირაში იყო ზეგანაკვეთურს მუშაობდით ჩვენ გამოდის სადღაც 60 საათი. მუშაობდით ზეგანაკვეთურს რა, დამატებით რა. და ეხლა დადგა რომ ახალ კანონს ელოდებიან რომ შეიძლებაო მე ეს ზეგანაკვეთური აგინაზღაურდეთ, ან ხელფასი დაგემატოთ. აქამდე არავის რატომ ქონდათ უფლება, არ ვიცი, არავის არ ადარდებდა რომ ის ზეგანაკვეთურს მუშაობდით, ესეთ ფაქტიურად 3 დღეში ერთხელ რომ მუშაობ თუ გინდა არაფერი გამოძახება არ იყოს მენაში, მეორე დღეს მაინც დაღლილი მიდიხარ. ისეთი, აი ეს არის ყველაფერი ფსიქოლოგიური დაძაბულობის ბრალი. მარტო არ არის ფიზიკური მუშაობა ამ სამსახურში და მე ყველაზე მეტად გულის ტკივილს გამოვთქვა, იმიტომ რომ უყურებ ამ ჩემ თანამშრომლებს, ადამიანები არიან ისეთი მართლა ქართველი ოჯახიდან აღზრდილები, ყველას ეთყობა და პატიოსნები, შრომელები, ალალი, გული და მართალი. აი ყველაფერს როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ადამიანი ამდენს დაინახა, ესეთი მეგობრული სიტუაცია აქვს. ძმაკაცური რასაც ქვია და ერთმანეთი გააქვთ იმ გაჭირვებაში, ერთმანეთის იმედი აქვს, სიცოცხლეს ანდობენ და თქვენ წარმოიდგინეთ ამათ აი ესეთ ადამიანებს არ აქვს საქართველოში დაფასება. ამისთვის ჩვენ მე პირადად მხოლოდ ერთი პროფესია არა რომელიც დაფასებული არ არის საქართველოში რეალურად. მე ბატონ ლევანს სხვანაირად უნდა დაეთქვა, მე ვიტყვი რომ ხალხისგან და მოქალაქეებისგან ნამდვილად დაფასებულები ვართ ჩვენ. ლევანი ალბათ გულისხმობდა ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობას. გასაგებია თქვენი მოსაზრება სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. მოდით მოვისმინოთ თქვენი შეხედულებაც ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მინდა აღვნიშნოთ წეგან ჩვენი სტუმარი შემოვიდა მამაკაცი, მადლობა მინდა მოუხადო იმ მამაკაცთა ქალბატონსაც. ამ ქალბატონს ვეთქვი რომ მე თუ ის ადამიანია ვინც მე მახსოვს მე ვიცნობ იმ ხალხს ვინც ეს ქალბატონი გამოიყვანა და ამ ქალბატონის სახელით თუ არ უყურებენ დღეს ტელევიზიას მე მადლობას მოუხდი. ქალბატონმაც ახსნა მადლობა მოგვიხადა ჩვენ და ნამდვილად მეხანძრე-მაშველები ღირსეულად და ვაჟკაცურად და ღირსეულად მართლა ღირსეულად ასრულებენ თავისუფლება მოვალეობებს. სამწუხაროდ ხელმძღვანელობა ნაკლებად აფასებს ამას. პრობლემებს რაც შეეხება საზღვარგარეთ ბავშვი რო იბადება ამერიკაში ბავშვი რო იბადება ოცნებობს მეხანძრე-მაშველობას. გამოვიდა მეხანძრე-მაშველობა. ყველგან დაფასებული, აბსოლუტურად ყველგან. მე მინდა საზოგადოებას მადლობა გადაუხადო, რომ ამ ბოლო დროს ნამდვილად აფასებენ მეხანძრე-მაშველებს და მათ საქმიანობას. სამწუხაროდ ხელმძღვანელობა სხვანაირად ფიქრობს და
გასაგებია, ნამდვილად საჩეთირო თემა. საინიციატივო ჯგუფის შექმნის საკითხს მინდა შევეხო, ამ პრობლემების, განუწყვეტელი პრობლემების დაუღალავი პრობლემების შემდეგ თქვენ გადაწყვეტით, რომ შეგექმნათ საინიციატივო ჯგუფი. და მე შევახსენებ ჩვენ მსმენელებს და ვეტყვი, რომ ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს სწორედ მათ. მეხანძრე მაშველთა ასე ვთქვათ ჩვენ დამოუკიდებელი პროფკავშირები შევქმნით, ილაპარაკებს ბატონი დიახ, გიორგი. ანუ მე გულისხმობ მის მართლობაში არის ეს და მის განკარგულებაში არის ყოველ შემთხვევაში. ჩვენი განკარისა გიორგი აღნიშნავს ამას ზუსტად. ესე იგი რა ხდება რა, მოკლედ გავაკეთებ განმარტოთ მაშინ. მოკლედ განმარტავ რა. ყოველგვარი ამ პრობლემების შემდეგ ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. ახლა გარედან არ ჩანს ისე რა, ყველაფერი ჩანს ისე რომ ყველაფერი კარგად აგვაქვს ჩვენ ყველაფერი. ეს იყო იმ მერიის და იმ ჩვენი ხელმძღვანელობის პიარი წლების განმავლობაში, რომელსაც მხოლოდ იყო გათვლილი პიარზე და არა საქმის კეთებაზე და შიგნით რა პრობლემები იყო ნამდვილად ცოტამ თუ იცოდა და იმ ხალხმა იცოდა, ვინც შიგნით იყო ჩახედული ამ საქმეში და პროფესიონალი ხალხი, რომლებიც შიგნით მუშაობდა რა, ამ სამსახურის წევრები იყვნენ და მეხანძრე მაშველები იყვნენ და ჩვენ ეს პრობლემები ყველაფერი ავიტანეთ იყო ესეთი ისა შევიკრიბეთ 4-5 კაცი საინიციატივო ჯგუფი გავაკეთეთ და ავედით ხელმძღვანელთან რა სააგენტოს ხელმძღვანელთან და მათივე მოთხოვნით მისივე თხოვნით ავედით სააგენტოს ხელმძღვანელთან და ყველაფერი ეს პრობლემები დავიწყეთ მასთან საუბარი რა ამ პრობლემების შესახებ. გადის გარკვეული დრო ამის შემდეგ და ეს პრობლემები ბატონ თეიმურაზ გიორგაძესთან ეს პრობლემები შეეხებოდა ყველა იმ სფეროს რაც იყო აი ჩვენი ნამდვილი პრობლემები შიგა პრობლემები იყო ელემენტარული არ იყო ეს აქ რაღაც ფუფუნების საგანი არავის არ გაუშვეს იმის ილუზია ჩვენ რაღაცის აი ფუფუნებისთვის ვიბძვით ან რაღაცა იმის პირადი იმისთვის ვიბძვით ჩვენ უბრალოდ მეხანძრე მაშველების უფლებები გვინდოდათ აი წამოგვეწია წინა პლანზე მეხანძრე მაშველის ყოფილიყო დაფასებული და სოციალური პირობები გადაგვეჭრა მეხანძრე მაშველის რომ უკეთესად ეგზნოთ თავი რა მეხანძრე მაშველებს ეს ელემენტარული პირობებიც კი შეპირება იყო დავხვპირდა რომ წამოვიდო და ამას ყველაფერს გააკეთებდა მაგრამ ნაცვლად ამისა შეპირებული დანაპირებისა რომ ამას ყველაფერს იზრუნებდა ამის გამოსასწორებლად პირიქით მოხდა რა დაიწყო ზეწოლები იმ ხალხზე დაიწყო აი პირდაპირ ზეწოლები ესე ვთქვათ რა იმ ხალხზე რომლებმაც ეს თავისუფალი სიტყვა გამოხატეს თავისუფალი სიტყვის გვერდზე დადგენ და აი ხმა მოიღეს მაგათი აზრით ესე იგი ხმა მოვიღეთ ჩვენ რომ ამის უფლება არ ქონდა ამის უფლება ამ ხმის ამოხების თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება და დაიწყეს ყოველგვარი ზეწოლები ჩვენზე მეტად განმარტოთ ზეწოლებში რას გულისხმობთ ზეწოლები ის იმას გულისხმობდა რომ აი იყო ისა რა აქვია იყო ხელმძღვანელობის მხრიდან სიტყვაზე დაიწყო ამის შემდეგ დაიწყო ღია საუბარი ერთ-ერთ გარეთ აღნიშნეთ განყოფილებაში არ შეშობის პოლიტიკა და ასე არა ეს იყო შემდგომ მანამდე იყო ესა პირველი ის ამას მოყვა ის რომ გაცხადდა ვითომ და სახანძრო სამაშველო სამსახურის შერწყმა უნდა და სააგენტოს იყო არა აი გადაყვანები მოხდა გადაყვანები მაშველების მეხანძრეებად და მეხანძრეების მაშველებად ეს არა მარტო განყოფილებაში ხდებოდა არამედ განყოფილებიდან გადაიყვანეს მაშველები სხვა განყოფილებებში გადაიყვანეს რა მაშველები მეხანძრეებად რომ ამით უნდათ აი სიტუაცია თავისასარგებლოდ განემუხტა სიტუაცია დაეშალათ ხალხი ერთობა არ ყოფილიყო ამ ხალხში და ამით პირდაპირ ებრძოდნენ აი იმ თავისუფალ აზრს რომელიც ჩვენ გამოვხატეთ იმის მაგივრად რომ ამ პრობლემებზე ეზრუნდათ. ამის შემდეგ დავიწყეთ სამართლებრივი გადაჭრა ამ პროცესის სამართლებრივი ჭრილში მოქცევა და გადავწყვიტეთ შევიკრიბეთ 40-50 კაცი შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ პროფკავშირების ჩამოყალიბება. ეს ყოფილიყო დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაცია და ჩამოვაყალიბეთ ეს პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარეც არჩეული იქნა ბატონი გიორგი დიასამიძე და დაანჩენს მოგახსენეთ ბატონი გიორგი. იმიტომ რომ ნამდვილად ხვდებოდით და ნამდვილად გრძნობდით რომ ნამდვილად საფრთხე იყო. იმ პირველად ავედით საინიციატივო ჯგუფი და მას მერე იმის ნაცვლად რომ დაინტერესებული იყო და ნამდვილად გაერკვია ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვესაუბრეთ, პირიქით ყველა განყოფილებაში ყველგან აბსოლუტურად ვინც იქ იყო, დაახლოებით 50-60 კაცი და ყველაზე წავიდა ზეწოლა. აბსოლუტურად და როგორც თქვენ აღნიშნეთ ეთერს გარეთ, იგი ასე ვთქვათ, ჩამოვლასაც კი ატარებდა თითოეულ თანამშრომელთან და ეს არა
თვითონ არ ატარებდა ჩამოვლას, თვითონ შემდეგ დაიწყო განყოფილებების სიარული, რაც მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებულია. დიახ. ცოტა აქამდე რომ ეს გაეკეთებინა, უკეთესი შედეგი იქნებოდა. რაც შეეხება ყველგან წავიდა ზეწოლების ფორმები გამოიხატებოდა შემდეგში. როგორ გავბედეთ და როგორ ავედით განყოფილების უფროსების დაუკითხავად ბატონ თეიმურაზ გიორგაძესთან. დიახ. აი ეს იყო თემა. და ჩვენ არ გქონდა ამის უფლება, ჩვენ როგორ გავაკეთეთ ეს, თუმცა თეიმურაზ გიორგაძე ჩვენ ხვდებოდით. ამათ მუშაობის სტილი იყო ასეთი. ვინც პრობლემას გამოხატავს, პრობლემას უცებ მოიშორებდნენ, ეუბნებოდნენ არ გინდა წადი. აი ეს იყო ამათ მუშაობის სტილი. ჩვენ ვიცოდით, რომ აუცილებლად პრობლემა შეიქმნებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ გქონოდა ჩვენი თავის დაცვის საშუალება. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პროფკავშირული გაერთიანება, ორგანიზაცია. გვინდოდა კოლექტიურ ხელშეკრულებაზე, შეთანხმებაზე მუშაობა, ელემენტარული მოთხოვნები იქ თანხის გამჭვირვალეობაზეა საუბარი, იმიტომ რომ ნამდვილად არის პრობლემები საუბრობენ ხალხი. ფორმებს ვითხოვდით ელემენტარულს, ასეთი ელემენტარული მოთხოვნები იყო. ამაზე ცივი უარი მივიღეთ, ოღონდ ცივი უარი მივიღეთ. მას შემდეგ რაც რამოდენიმეჯერ შევხვდით ბატონ თეიმურაზ გიორგაძეს, უცებ გადაწყვიტა, ჩვენთან ურთიერთობა აღარ უნდოდა გაურკვეველი მიზეზების გამო, გადაწყვიტა რომ აღარ უნდოდა ურთიერთობა, ასეთ ცვალებადობა, ასე უცებ, მით უმეტეს რომ სტრესული სამსახურია, სტრესული სიტუაციებია სულ, არ ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, ასე მგონია, იმიტომ რომ ხო შეიძლებოდა ელემენტარული იყო. ახლა ხალხი გაღიზიანებულია, მე საზოგადოება მინდა დავარწმუნო და უთხრა რომ ჩვენ ვიღებთ სრულად ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, არ მივატოვებთ არასოდეს გასაჭირში და არ ვიმუქრებით არაფრით, უბრალოდ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და ყველა თითოეული მეხანძრი მაშველი ღირსეულად შეასრულებს და ყოველთვის მზად იქნება, რომ თავისი სიცოცხლის რისკის პასად გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე. ეს სამწუხაროდ მეხანძრი მაშველი ეს კრედოა რეალურად. ასე ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ მეხანძრი მაშველი არასდროს იყო დაფასებული და მხოლოდ ხელმძღვანელობა მუშაობდა სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მუშაობდა მხოლოდ და მხოლოდ პიარზე. ვინც არ უნდა იყოს, როგორი კარგი საქმეც არ უნდა გაეკეთებინა, მე გულისხმობ მეხანძრი მაშველს. იმის მადლიერი არავინ იყო. აქ იყო დაჩაგვრის, დაყოფის, დაშინების პოლიტიკა და წლების განმავლობაში იყო. მოდით მსმენელი შემოვიყვანოთ, პირდაპირ ეთერში გველოდება, არ ველოდინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ეს აგერ ის მარშრუტკის შოფერები გაიფიცნენ, მეშახტეები გაიფიცნენ. აი ეს სამწუხაროდ ისინი გაიფიცნენ და მაინც არაფერი არ შელა, მაინც უკვე მოყოფილი იქნებიან. უკვე მოყოფილო არიან მე მგონი და მე მგონი არც თქვენ არაფერი გეშველებათ. თუ ცალსაკე ეს ყველა პროფკავშირები თავისთვის იქნება. უნდა გაერთიანდეს ჩემი აზრით. და მე ამ ჩემი აზრით და გითხრათ და ამაზე თქვენი ის კომენტარი მინდა რა. უნდა გაერთიანდეს მთელი მოსახლეობა. მოახდინოთ ის სოციალისტური რევოლუცია. ჩაიგდოს მთელი საქართველოს სიმდიდრე ხალხმა და მიუჯეთში შევიდეს და ყველას ეყოფა ეს ფული, თორე ასე ბობორა გახსოვებულ ხალხს ჩავარდა მთელი ქონება, არავის 90% არ ეშველება არასოდეს, ასე დაქსაქსულები იქნება ყოველთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ რევოლუცია ნამდვილად არ გადააჩენს დღეს ჩვენ საზოგადოებას. მოდით გააკეთეთ კომენტარი მოსაზრებაზე. სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს. დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები. მე მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს, საჯარო სამსახურის გაერთიანების თავმჯდომარეს, ბატონ ნუკრი ჯინჭარავულს, რომელიც ღირსეულად მთელი თავისი რესურსებით, სამართლიანად, ვაჭკაცურად ცდილობს თითოეულ მეხანძრე მაშველის დაცვას და შრომითი უფლებების გაუმჯობესებას. რაც შეეხება გაფიცვებს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ჩვენ სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე და თბილისელების წინაშე. ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ გაფიცვას, იმიტომ რომ ჩვენი გაფიცვით შეიძლება საქმე შეექმნას სხვის სიცოცხლეს. ჩვენ ამას არ ვაპატიებთ ჩვენ თავს ნამდვილად, არ ვაპირებთ გაფიცვას. ამის გააზრებული გაქვს და ნამდვილად არ გაქვს გადაწყვეტილი. არ ვაპირებთ გაფიცვას. გასაგებია. იქნება მსვლელობები, მაგრამ სხვადასხვა აქციები, მე ვფიქრობ რომ იქნება, მაგრამ არც ერთი თბილისელი, არც ერთი საქართველოს მოქალაქე თუ მოქალაქეობის არ მქონე პირი, ვინც მოითხოვს სამაშველო სახანძრო სამსახურის დახმარებას, ყველას დაეხმარებიან,
ყველას ღირსეულად და სამართლიანად და ვაჟკაცურად და ისე როგორც სახანძრო სამაშველო მეხანძრე მაშველი შეფერის ისე მოემსახურებიან და ისე გაუწევენ მომსახურებას. გასაგებია, თქვენ გსურდათ დამატება ბატონო გრიგოლ? კი ბატონო. ამის შემდეგ ყველაფერი ამის შემდეგ 2013 წლის დასაწყისში გაცხადებული იყო ხელფასების მომატება რა. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სამსახურში რა, მერიის სამსახურებში 20%-იანი მომატება. რა ჩვენთან აისახა 16%-იანი მატებით. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ ამის პროტესტი, რომ რატომ ჩვენ სამსახურში რატომ მოხდა ესეთი მომატება, თუ არის გაცხადებული მერიის მხრიდან რომ არის 20%-იანი მომატება და ჩვენთან გვიმატებენ 16%, ის 20% საწავიდა რეალურად და აი რატომ მოხდა ესე და რატომ მოხდა ამის დიფერენცია ამ სამსახურების და ჩვენთან ესე მოხდა და სხვაგან 20%-იანი მატება იყო, ამის დაინტერესების შემდეგ და ამ ყველაფრის აი ციფრებად აი მაგალითად ეს სულ მცირე 16%-იანი და რაც ჩვენთან განხორციელდა იმ 20%-იანთან შედარებით გვაძლევს სხვაობას 2 თვის მანძილზე 38920 ლარი შეადგენს ეს სხვაობა. როდესაც მივმართეთ საინტერესოა ეს თანხა სად ქრება? ხო და აი როდესაც ჩვენ ეს გამჭირვალე გავხადეთ, აი მიტომ შევქმნით ეს პროფკავშირული ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ რომ გვინდა მეტი გამჭირვალეობა ამ პროცესებში მიიღოს ხალხმა მონაწილეობა უშუალოდ, აი პროფესიონალმა ხალხმა მიიღოს მონაწილეობა ამის მართვაში. ეს არის ჩვენი ფულებია. ეს არის მეხანძრე მაშველის ფულები და არ უნდა იფანტებოდეს, არ უნდა ნიავდებოდეს ეს ფულები და არ უნდა იმასდას ვიღაცის პირად ინტერესებს არ უნდა ხმარდებოდეს და ვიღაც ჩინოვნიკის პირად ბიზნესებს არ უნდა ხმარდებოდეს ეს ფულები რა და რა ამის გაცხადების შემდეგ რომ ეს თანხები სად იყო წასული, სად წავიდა ეს თანხები რა, გითხრეს რომ ეს იყო ბუღალტერული შეცდომა. ეხლა მე მიმართავ სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავ რა თეიმურაზ გიორგაძეს. როგორ შეიძლება სააგენტო ფუნქციონირებს სააგენტოს მუშაობაში ესეთი ხარვეზი და ესეთი ლაფსუსი შეიძლება მოხდეს რომ ესე იგი 2 თვის მანძილზე ესა ბუღალტერული შეცდომა იყო, არავინ არ დაუკვირდა იმას, არავინ არ ჩაეძია ამას რომ ეს ცოტა თანხა ხომ არა 1000 ლარიც რომ იყოს გარკვეულ დიდ თანხასთან გვაქვს საუბარი და როგორ შეიძლება ბუღალტერული ლაფსუსი და ხარვეზი იყოს. ან როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაც მოხდეს. როდესაც პრეტენზია გაქვს 38000 როგორც დაიანგარიშეთ თქვენ? როგორ დავიანგარიშეთ და 16%-იანი? არა, მე სხვა შეკითხვა მაქვს. საინტერესოა, რა მოსაზრება გაქვთ თქვენ, სად მიდიოდა ეს თანხა? ეხლა მე მაგის ჩვენ არა ვართ, მაგის კომპეტენცია არა გვაქვს და არა ვართ კომპეტენტურები მაგ საკითხში. ეხლა მაგას უნდა სპეციალური გამოძიების ჩატარება უნდა, სპეციალური ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან ამ თემებზე და დაიწყებენ ალბათ გამოძიებას, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. ჩვენი ინტერესი რა იყო? რეალურად ფულის გათეთრებას ნახავთ. ამაში ჩვენი ინტერესი უბრალოდ იყო ის, რომ გამჭირვალეობა და ეს ფულები ჩვენ გვეკუთვნის ფაქტიურად და სად მიდიოდა ეს ფულები? თუ გინდათ მეორე მაგალითს მოგიყვანთ. დაზღვევის ამბავს, დაზღვევის თემას. თუმცა მსმენელია კვლავ პირდაპირ ეთერში არ ვალოდინოთ, მოგესალმებით. ალო. ისაუბრეთ. შემოძიებაც ვარიან. მოგესალმებით. საღამოშვიდობის გერაცული. საღამოშვიდობის. ბოლოსალბები თქვენ ძვირებას უბრენს. შემოგარგებოთ, თქვენ ახლა რომ ძალეთ. ჩვენი შრომა დაუფასებელი არისო. იმას ალბათ არ ძღულიაკ და არ სულიაკ. თქვენი შრომა დაუფასებელი კი არა და აუცილებლია თქვენი შრომა რადგან ხშირად თქვენ სიკვდილ სიცოცხლის რისკები დიხართ. ისეთი მომენტი და ისეთი წამიდგება ხოლმე თქვენ წინაშე. ეხლა ამას წინათ აი შოლა ახლა აი ახლო მომხავსე ჩემბეზობელს. ჩაიკეტა კარი მეუღლე სართულზე. უბრალოდ სახელური მოპარეთ გარედან ლატორის სახელური ხოდა შეგრიტა ჩაგდეთ ვერ მივიდგა ვერ გავყო ვერაფერი და ჰაგერ გამოიძახეთ თქვენი წარმომადგენლები მოვიდნენ ოპერატიულად შვედურად გებრიელად გააკეთეთ და ეს კაცი ილოცებოდა პირდაპირ აბათის შრომა როგორ შეიძლება დაუფასებელი და შეუფასებელი იყოს ასე რომ გამარჯვებას გიჩვენოთ კარგო და თქვენ ხელბაც უწევთ გქონდეთ კარგი და პირობები და ხელშეწყობა. კარგი მორჩოთ ღმერთმა. დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის და მოდით გავაგრძელოთ ჩვენ რეალურად იმ თემებზე საუბარი, რომელიც პრობლემაა დღეს თქვენთვის და კონკრეტულად კი საზოგადოებისთვის. საინტერესოა თქვენ საუბრობდით სწორედ იმ თემებზე და იმ ხელფასების მომატებაზე
რომელიც 20%-ით უნდა გაზრდილიყო და გაიზარდა მხოლოდ 16%-ით. და 38000 რეალურად სად-ქრებოდა ფაქტობრივად არ იცოდით არც თქვენ და არც საზოგადოების წარმომადგენლები. ეხლავე მოგახსენებთ ამას ჩვენ მოვითხოვეთ ესა შტატები ბიუჯეტი მოვითხოვეთ სამსახურის ბიუჯეტი გამოვითხოვეთ ბიუჯეტში არის ესეთი რამე არის წერია რომ შტატების რაოდენობა არის 973 კაცი რა ბოლოში რა 973 კაცია შემოადგენლობა რა თბილისის გარნიზონის რა მთლიანად სამაშველო სახანძრო სამაშველო სამსახურის ეს 17%-ია 16%-იანი მატება 20%-იანთან 20%-იანთან შედარებით სადღაც არის სხვაობა არის 16-17 ლარი და გადავამრავლეთ უბრალოდ 973 კაცზე და გავამრავლეთ შემდეგ იმ თვეების, 973 კაცი გავამრავლეთ ეს თანხა და მივიღეთ ეს 38920 ლარი რა, მივიღეთ ამ შემთხვევაში 2 თვის მანძილზე რა, გადავამრავლეთ შემდეგ 60 დღეზე რა, 2 თვეზე გადავამრავლეთ ეს თანხები და მივიღეთ 38920 ლარი. მეორე რაც იყო, რაც ეჭვებს ბადებდა, იყო პრემიერების სისტემა. ამ ჩაშლილ ბიუჯეტში ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი ეკუთვნით თითოეულ შტატზე, თითოეულ მეხანძრე მაშველზე, თუ რამდენი პრემია არის განსაზღვრული წლის განმავლობაში რა, რამდენია საპრემიო ფონდი თითოეულ მათგანზე. ესეც მეტად ბუნდოვანია, იმიტომ რომ ეს პირველი ის იყო, აი პირველი შეხვედრის შემდეგაც, პირველ შეხვედრაზედაც ეს თემა წამოვჭერეთ ჩვენ რომ იქ არა აი კანონიერად და არა გამჭვირვალედ ხდებოდა ეს პრემიების გაცემა წლების განმავლობაში, რაც უსამართლობას იწვევდა მეხანძრე მაშველებში და შევიკითხეთ სააგენტოს ხელმძღვანელს თუ რა კრიტერიუმებით საზღვაურდა ამ პრემიების გაცემას და აი რას ითვალისწინებდა დაუშვათ აი ამ წახალისების უკან რას ითვალისწინებდა რა იდგა ამ წახალისების უკან დაუშვათ ან რითი გამოარჩევდნენ თქვა იმ თანამშრომლებს რომელსაც რითი გამოარჩევდნენ ეგ მინდოდა მე თქვა სწორედაც რითი გამოარჩევდნენ იმ ხალხს რომელიც იყვნენ წასახალისებელნი რა და პირდაპირ ესეთი იყო მოვახდენ სააგენტოს უფროსის სიტყვებით ციტირებას რომ შეუძლია განყოფილების უფროს თურმე 12 თვის მანძილზე მიცეს პრემია იმას ვისაც ჩათვლის საჭირო თვითონ რა თვითონ ჩათვლის საჭირო და ეხლა დამერწმუნეთ რომ მეხანძრე მაშველები სახანძრო სამაშველო სამსახურში ყველა აკეთებს ეს არის გუნდური პრინციპი არის მეგობრობა არის აქ და ყველა ერთ საქმეს აკეთებს და ყველა ერთად აკეთებს ამ საქმეს და ძნელა თუ აი მიმაჩნია ესეთი ადამიანი სახანძრო სამაშველო სამსახურში რომ 12 თვის მანძილზე დაუშვათ ისეთ რამეს აკეთებდეს რომ 12 თვის მანძილზე 12 ჯერვე მიიღოს ამ ადამიანმა პრემია ეს იყო სწორედაც ეჭვის საფუძველი ამაში გამოვხატეთ და სასახად განვაცხადეთ რომ ეს უნდა ყოფილიყო გამჭირვალე, ეს უნდა ყოფილიყო გამჭირვალე, ამ დაანგარიშებით ეს დაანგარიშებით 1680 ლარი იყო უბრალო მეხანძრე მაშველის საპრემიო ფონდი წელიწადის განმავლობაში რა, რომელიც საერთოდ ზოგი 500 ლარსაც ვერ ღებულობდა წელიწადის განმავლობაში რა, ეს მეხანძრე მაშველები და ზოგი საერთოდ ვერ არ ღებულობდა წლების განმავლობაში და ზოგიც კიდე 8 ჯერ და 10 ჯერ ღებულობდნენ ამ თანხებს, პრემიებს იღებდნენ ეს ხალხი. ესე იგი ამის უკან რაღაც დგას, ვიღაცის ინტერესი დგას, ხომ? მით უმეტეს იმის მზაობა რომ აი გამჭირვალეობაზე ჩვენი შეთავაზება პროკავშირების რომ ყოფილიყო გამჭირვალე ეს თემები ეს დაგვიხურეს ეს თემა საინტერესოა სწორედ თქვენ შეეხეთ იმ ადამიანებს რომლებიც იღებდნენ პრემიას თქვა 12 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს და აქვე რეკომენდატორებზე უნდა შეგეკითხოთ და მოდით ამაზე ვისაუბროთ ბატონო გიორგი თქვენთან მექნება ეს შეკითხვა და თუმცა Skype-ია პირდაპირ ეთერში და შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე. მოგესალმებით, Skype-ით გვიკავშირდება მსმენელი. ისაუბრეთ. 88 წლიდან მუშაობდი ამ სისტემაში, სახანძროში. ჯერ კიდე გუდვილის ადგილას იყო სახანძრო სამმართველო. იქ მუშაობდი. დიახ. ხო და ძალიან გამიხარდა პირველად ხედავ მეხანძრეებს ტელეეთერში. ეხლა აღარ მუშაობ ძალიან დიდი ხანია სახანძროში, მაგრამ პირველად ხედავ რომ ხმა ამოიღეს ბიჭებმა რა და ძალიან გამიხარდა რა და ბოლომდე მიაწეთით რა. არ გაჩერდეთ. ხო იცი რა სიტუაციაც არის, ხო იცი? როგორ არ ვიცი, არა მე მუშაობდი სადღაც 7-8 წელი. იმიტომ გესმის ჩვენ. მე მუშაობდი კიდე კომუნისტების დროს მივიღე ოფიცრობა და მე რას ვიცახი რომ აღარ უნდა გაჩერდეთ ეხლა ეს გიორგაძე ისინი ვიცი დაახლოებით ვინ არიან რა არიან და უნდა ბოლომდე მიაწვეთ რა. საინტერესოა ბატონო, თქვენ ამასთან შეხება გქონდათ. თქვენ დროს როგორი პირობები იყო? ნუ მაშინაც იყო ყველაფერი, ეხლა რასაც ყვებიან და ეხლა ეს ყოველთვის იყო, მაგრამ ნუ ეხლა ალბათ ეხლა არ ვიცი რა ხდება ზუსტად. დიდი მადლობა ზარისთვის. ახლა იმედი მიეცა საზოგადოებას რომ გამოსწორდება ყველაფერი და მართლაც
მოდით ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს და დავალოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ზაობა არის ახალი ხელისუფლების მზაობა, ბოდიშ გიხდით რომ გაწყვეტილებს სიტყვას ახალი ხელისუფლების მზაობაა რომ იყოს კარგად ყველაფერი გამოსწორდეს, ხალხს მიეცეს საშუალება იმის კარგი ცხოვრების, თავისუფალი სიტყვის თქმის და ყველაფერი აი ამის მომავლის იმედით ვართ ეს ხალხი მოვდივართ მომავლის იმედით და ის აი მინდა რომ მართლაც მოხდეს ეს ყველაფერი და სახანძრო სამსახური იყოს ისეთი სამსახური ისეთი აი სამსახური როგორიც აი წარმოგვიდგენია ჩვენ აი ოცნებებშიდაც ხანდახან ვფიქრობთ ხოლმე რომ ეს იყოს დახვეწილი ეს იყოს გამჭირვალე და ეს როგორც ყოველთვის ვაჟკაცური სამსახურია და მეგობრული სამსახურია და არ იყოს აქ ისეთი აი სისტემები დახურული თემები და ის რაღაც გაურკვეველი სიტუაციები რომელიც აი ეჭვებს გააჩენს პირად შემადგენლობაში მეხანძრე მაშულებში ეს არის ჩვენი სამსახურია ჩვენ უნდა მივხედოთ ამ თემებს და მე ერთი მინდა აღვნიშნო კიდე ყველას მოუწოდო რომ ეს არის დღესდღეობით არის ამის მზაობა სახელმწიფოს მხრიდან ახალი მთავრობის მხრიდან რომ ეს არის ამის მზაობა რომ რაღაც შეიცვალოს მაგრამ ამას ვინ შეცვლის ჩვენ უნდა შევცვალოთ ადგილზე ყველას მოუწოდებ ყველა მეხანძრე მაშულს თუმცა საინტერესოა ჩვენ საუბრობდით ბატონო გიორგი რეკომენდატორებზე ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ იყვნენ ადამიანები როგორც ყველა სამსახურში დღესდღეობით არსებობს რომლებსაც რეკომენდაციას უწევდნენ სხვადასხვა წარმომადგენლები და შემდეგ ისინი სარგებლობდნენ უპირატესობით ან პირიქით რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით რაც შეეხება რეკომენდატორების თემა ნამდვილად იყო ნამდვილად არის ახლა ეს ნორმალურია მე არ მიმაჩნია რამე ისეთ განსაკუთრებულად რეკომენდაციას უწევდნენ ინიშნებოდნენ მაგრამ საყურადღებოა ამ რეკომენდატორების ფაქტორი იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენთან გაწევრიანდა პირველივე დღეებში 120 ადამიანი ჩვენთან ჩვენს პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა 120 ადამიანი ამათმა დაიწყეს თვითონ არ ვიცი საიდან როგორ რა გააკეთეს ცალკეული პირების დაბარებები და მორალის კითხვა ვინ მოგიყვანა ბიჭო არ გახსოვს და ასეთ რაღაც საუბრები და მე ვიცი რომ რამდენიმე ადამიანს ანუ ფაქტობრივად ზეწოლა მიდიოდა მიმაჩნია რომ ეს არის ზეწოლა მე ვიცი რომ რამდენიმე ადამიანს ვინც ამბობდა რომ ვინც მას რეკომენდაცია გაუწია დღეში 3-ჯერ ურეკავდა რომ ან გამოვიდოდა პროფკავშირებიდან ან თვითონ წამოვიდოდა სამსახურიდან თუმცა საინტერესოა თქვენ აღნიშნეთ რომ მინდა ვთქვა რომ ეს ამბობდა რომ ეს ხდებოდა თეიმურაზ გიორგაძეს პირადად თეიმურაზ გიორგაძე ურეკავდა ამ რეკომენდაციას გამოვიდეს სამსახური იმ პროფკავშირებიდანო თუმცა 120 ადამიანი გაწერიანდა თქვენ როგორც აღნიშნეთ პროფკავშირებში სულ მასშტაბურად რამდენი თანამშრომელი ეხლა ვეგეტყვით ერთ ბოდიში 252 მეხანძრე მაშველია რომელზეც ნამდვილად დგას ეს სამსახური. სულ არის 967 თანამშრომელი. 73. სულ არის დაახლოებით 600 კაცი. ვიზეც დგას ნამდვილად ეს სამსახური თავის 10 მეთაურებიან, 20 მეელსმენებიან, მეხანძრე მაშველები ყველა მძღოლები. სულ არის 600 ადამიანი. დანარჩენი არის უფროსები და ცხოველთა დაცვის სამსახური. პირველ ეტაპზე 120 კაცი იმ პირობებში ჩვენ ვიყავით გამუდმებით ზეწოლა, გამუდმებით მუქარა, სხვადასხვა ფორმით. კარგი შედეგი იყო თქვით? მიმაჩნია რომ კარგი შედეგი იყო, სხვადასხვა ფორმით მუქარები იმიტომ არ ვიცი, გაუგონარი მუქარები, მხოლოდ მასმედიის საშუალებით უმსმენი, ასეთი მუქარები იყო, ზეწოლები იყო, ცალკეული პირების კაბინეტებში დაბარებები. შემდეგ დაიწყეს მას შემდეგ, რაც ჩვენ გადაუგზავნეთ პროფკავშირულ წევრთა სია გადავგზავნეთ სამართველოში, რადგან ჩამოეჭრათ ის პროფკავშირულ საწევრო 1%, ამის შემდეგ ხდება შემდეგი. განყოფილების უფროსები ეს სია თვითონ ჩვენ წევრები. სირე დრო დაგვრჩა და თუ შეიძლება ჩავეტიოთ, დაასრულეთ თქვენი მოსაზრება, რასაც საუბრობდით წინადადება და შემდეგ უკვე სხვა. ბატონო, ხა ვიგეთქვით, ეს სია გადაეგზავნა თეიმურაზ გიორგაძის მიერ განყოფილების უფროსებს. ეს განყოფილების უფროსები ყველას ხუთივე განყოფილების უფროსი იბარებდა კაბინეტში თითო-თითოს და ზოგიერთი, არ ვიცი მე თავს არ ვაკადრებ რომ მე მას უთხრა რატომ, უარს ამბობდა რაღაცაზე. თვითონ მოიგონეს ეს ფურცლები იმაში პროფკავშირულ საქმიანობაში ჩარევა, თვითონ მოიტანეს ეს ფურცლები და თვითონ აწერინებდნენ ხელს. ანუ რეალურად პროფკავშირები არ შედგა.
პროფკავშირები შედგა, შექმნილია, ყოველთვის იქნება, აცხადებენ დიასამიძე და მის მოადგილეები და კომიტეტ პრობლემაო, მე ვარწმუნებ თეიმურაზ გიორგაძესაც, მის მოადგილეებსაც და ყველას. პრობლემა ვიქნებით მანამ, სანამ თითოეული მეხანძრე მაშველის სოციალური შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება. ზარია პირდაპირ ეთერში, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ჩვენი გადაცემის დრო სრულდება. მოგესალმებით. უპირველესად მინდა მადლობა უთხრა დღევანდელი გადაცემის წამყვანს. თქვენ ქალბატონო, იმიტომ რომ ასე ტელევიზია სისტემა არ გაუჟღერებია. დიდი მადლობა. მინდა კიდე გითხრათ, რომ აი მეხანძრეებს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო. ეს არის ყველაზე ვაჟკაცური პროფესია. ისინი იცავენ ადამიანებს და დგანან მატერიალური დოლარის სადარაჯოზე. მათი შრომა არ არის დაფასებული, ხალხი ვაფასებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვიცით. საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, თემურ გიორგაძეს ქვენ ხარჯზე აკეთებს პიარს. მას სამსახურში დასაქმებული ყავს თავისი ნათესავები, იმათ უხდის პრემიებს და დიდ ხელფასებს. ასევე აშენებს სახლებს, სასახლეებს თავისთვის და მონებას იყენებს თავის მეხანძრეებს. ეს საზოგადოებისათვის ცნობილია. მე ვისურვებდი, რომ თქვენი შრომა ისე ჯერ უნდა ყოფილიყოს დაფასებული, როგორც ეს მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე იყო. წარმატებებს გილოცავთ, თქვენს გვერდზე დავდგებით სამოქალაქო საზოგადოება და არაფრით არ დაანებოთ მაგ ნადირალებს თქვენს ხარჯზე პიარის კეთება და დიდი მადლობა. თუ შეიძლება კორექტულები ვიყოთ, მესმის რომ ხელავთ ყველა ჩვენ, მაგრამ აუცილებლად მოგვითხოვება ჩვენ სიტყვათა აწონა. მასე თქვათ, ჩვენ საუბრობთ დღეს სწორედ ამ პრობლემებზე, რომლებიც არის დღეს მეხანძრე მაშველთა სამსახურში და რეალურად კონკრეტულად ხელს გიშლიან, ასე ვთქვათ, პროფკავშირების შექმნაზე, ჩამოყალიბებაზე და ასე შემდეგ. პროფკავშირები შექმნილია, იქნება. არავის არ ეგონოს ილუზია, რომ გაუქმდება, მით უმეტეს ხელმძღვანელობას. აუცილებლად. თუმცა მოდით სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, სულ რაღაც 2 წუთი დარჩა ჩვენი გადაცემის დასრულებამდე. ბატონო ლევან, იქნებ თქვენ გააგრძელოთ. აუცილებლად ჩვენი უკვე პრინციპია უკვე რა თქმა უნდა ჩვენ რომ არავითარ შემთხვევაში აი ამ სამსახურში დასაქმებულები არიან ძალიან ღირსეული ვაჟკაცი ხალხი, მეგობრები, ჩვენი ძმაკაცები რო იტყვიან და არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან იმათი უფლებები, სანამ მაქსიმალურად დაცული არ იქნება, სანამ მართლა ღირსეულად და აი ჩვენ ბედნიერები ვიქნებით რომ დავინახავთ რომ ამათი პრობლემები გვარდება ნელ-ნელა. აი ეს არის ჩვენთვის და ჩვენთვის პირადად ყველაზე მთავარი რა. აი ამ საზოგადოების მეხანძრე მაშველთა პრობლემებს რო დავინახავ. მოდით ჩამოვაყალიბოთ კონკრეტულად ბატონო გიორგი. საინტერესოა რა იქნება თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული? ის 3 ან 4 თუნდაც საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მოდით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და ვასრულებთ უკვე გადაცემას. მე მინდა ამ თემას შევეხები აუცილებლად დრო დამჭირს, რომ მადლობა უთხრა იმას, ვინც იმსახურებს. მე მინდა განვარცხოთ თქვენ თემა და თქვა, უპასუხოთ თქვენ შეკითხვას. პრიორიტეტი იქნება მეხანძრე მაშველის სოციალური უფლებები, არასოდ დაფასებული იქნას მეხანძრე მაშველის შრომა, ურთიერთობა იქნას გამოსწორებული მეხანძრე მაშველთა და ხელმძღვანელ პირს შორის. მე გეტყვით თუ გინდა ჩემთან პირადად ჩემს მიმართებაში, როდესაც თეიმურაზ გიორგაძეს მოადგილე ედი შერაშვილია გონი, გვარად არ ვიცი, მეუბნება რომ სამსახურში დამაბრუნებს. მე ვეტყვი მას, ვერ დამაბრუნებს, სახში დამაბრუნებს. მე ვეტყვი რომ ვერ დამაბრუნებს, იმიტომ ვერ დამაბრუნებს, რომ მე ვმუშაობ ღირსეულად, სინდისიერად ვასრულებ ჩემსზე დაკისრებულ მოვალეობას. ასევე არის სხვები ძალიან ბევრი. ვერავის ვერსად ვერ დააბრუნებს. გასაგებია, ვასრულებთ გადაცემას თუ გაქვთ რაიმე. მე მინდა მადლობა მოუხადო ყველა მეხანძრე მაშველს, აბსოლუტურად ყველას, რომლებიც ვაჟკაცურად, ღირსეულად, კაცურად დგანან. არ მივატოვებთ არავის, ყველას ერთმანეთის იმედი უნდა გქონდეს. დიდი მადლობა მინდა უთხრა აგრეთვე ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც სხვათა შორის არიან თეიმურაზ გიორგაძის სიახლოვეს. გასაგებია. დიდი მადლობა თქვენთავად. დიდი მადლობა სამივე თქვენთაგანს ბატონებო. დღეს ჩემი სტუმრები გახდნენ გიორგი დიასამიძე, ლევან როსტომაშვილი, გრიგოლ სხილაძე. მე მომავალ სამშაბათამდე დაგემშვიდობებით, დროებით.